Charge pipe გაგვძრა ისევ. ეგერსა როგორც იქნა მზის შუქზე გამოსვლა ამ მანქანას რა. გამარჯობათ. დღეს ჩვენ ვიდეოს ვიწყებთ ტრეკიდან. ჩვენ ვართ კაიუგაზე და მოვედით ორი მანქანით. ერთი არის 320 ტრეკარი და მეორე არის X4M. არ ვიცი ახლა რამე თუ ისმის, იმიტომ რომ იქითკენ დრაგზე გაზავობენ, აქეთკენ კიდე ტრეკზე. ლევონას X4M-ით მოვედით, გესწორებათ წინა ვიდეოდან ზოგს. და ეს არის ჩვენი მეგობარი ჟენიას 320 N20 არის რა მოტორი, მაგრამ თლიანად ტრაკისთვის ყავს გაკეთებული და მოკლედ ნელ-ნელა ყველაფერს დაგაგვარიელებინეთ, შევარდებით ტრეკზე. იმედი არაფერს არ შევასწრებით და კარგად გავერთობთ რა. პირველად შედის ჩვენი ლევანა ტრეკზე. ახლა ისევ მოგეგონება მე გამოცდილი კონკისტი ვიყო, მაგრამ პირველი შესვლა მაინც ისეთია რა, ნერვიულობ რო არ იცი რა გელოდება ხო და შევალთ warm-up laps გავაკეთებთ გაღურებისას და რომ მიეჩვევა უკვე მე გაუღიზიანებს რა. წავიდა ლევანი. ნელა იარე ხო იცი. ნელა არეგა ბიჭო, ნელა. ჩააფარე. აი მუსტანგს სდია რა, როგორც მუსტანგი დადის ისე. ადრენ ვატორმოზე ხოლმე და გარედან უნდა მოჭრა, რომ შიგნით მოჭრა. ახლა ძალიან გარეთ გახვედი, ხედავ? დიდი მანქანა როა, მაინც ქანაობს აქეთ იგით. წავიდა. მიდი ტორმოზი, აუში ტორმოზი შევარდი. გაზი. ეხლა იქიცად. ო ნელა. Давай, газ. Газ, ავიდა. Ой, давай. Давай. Тормози. აუში ტორმოზი შევარდი. Ой. Ბიჭო. გაზი. აი, აქეთკენ მოდი, აქეთკენ. ჟიატორმოზე შევარდი. შევარდი. Gazi. Tormozi შევარდი. Gazi. აუ როგორც ურავს. მანუალი ჩაურთე ამ ტე. რულზე არ არის. დავიდა. ჯერ არ დაატორმოზა. არა, ადრე იყო. კაი, აუშინელნელა. შედი, ტორმოზი გარეშე შედი. დავიდა, გაზი. დავიდა, გაზი, ბიჭო. აი, მარცხნივ. ეგრე იყავი. არ დაატორმოზო. დაატორმოზო. 170 ვიდეო დედა. ბიჭო, ხო დაატორმოზო ეს დედა. მიიღას. აი, არ შევსე, თახშინე. გამორთული გაქვს, ჩართული გაქვს დედა. გამორთი, ხო? თარონერულო. აი, ახლა აუშვი ტორმოზს, ახლა შედი. ვაი. გადაგვიმორდა. მოგიჭირა შენს? ой, მე აღარ აღებს ეს დედა. მე აღარ მშვენს. ჩავ. არაუშ. იარე და რო გეტყვი მაგრა დაატორმოზე რა. დაატორმოზე. აუშვი და შედი. შედი. აბა, ვაი. კარგი. ალე რაიხო. ბიჭო. ეხლა გაზი რო ქონოდა იმენა 170. დაატორმოზე. აუშვი და შედი. ვაი. შედი. იქ მარცხინა. ოპა. ვაი. ვაი. ძალიან გადაგვიწყდა საბურავები, იმას კი. Hold down. Upshift. გააგრილე და დაასვენე მანქანა, მოასუნთქე. 50-ზე აგვივიდა. მაგარია. იქ ძალიან წაგვიო. ერთი კროგი გადააკეთე ნელა, რომ გავგრილდეთ ცოტა და გავიდეთ. 60 გრადუსზე აგვივიდა საბურავების ტემპერატურა. და არ ჩააქრო ეგრევე გაგრილდეს და მანქანა.
მეც უნდა გავგრილდე. BMW Clio. BMW. BMW-ს როგორც ყოველთვის Yeah. No check engine light, it's not a Beamer. დაუჭირე რა მაგარი. რამდენს დაუწო? 35-ზე. ეხლა 40 საჩვენე. ძალიან არეულები ვიყავით რა, ისე დავდიოდით. მანქანა დაცურავდა აქეთ-იქით, მაგრამ გავერთეთ. ეხლა ჩვენი ჟენია შედის თავისი 320-ით, 316-ით რაც აწერია და მაგას უყურებთ. Brazil მაგარი. ასარა? World Cup baby. ეხლა შევალ იმას ზანოსებში უნდა გატარო. მოიცა ეს. დანელა, დავი, გაზი. სახალჩები. ბიჭო, ნელა. ნელა, დანელავი. შეკარ, რულს შეკარ. წავიდა, გაზი. Fuck. Გოჩე. არა გაქვს ჩართული ეს დედა. ბიჭო, ტვისტ ყნავს თავისი ჩრება და. რატო გეჭირება ალბათ თო. ტრაქშენ ხო გამორთულია. იქ კარგო შევიდი. ეგ გადაიღე? ეგ. დაუბზრიალდით, მაგრამ დაუბზრიალდით და ეგ ვერ გადავიღე. ლევანამ ძალიან მოინდომა გაზაობა და ერთი დიდი კრუზიც კი შეერჭო. Oh fuck. ეხლა ნამდვილი ტრეკის მანქანით შევალთ წრეზე. Charge pipe გაგძრა ისევ. Holy shit. ზალა არა აქვს მანქანას, მაგრამ მაინც მაგრა დადის. წნევა დაკარგა სულ, იმიტომ რომ charge pipe გაგძრა და ფაქტიურად turbo წნევას ვეღარ ქმნის. ძალიან სახალისო მანქანაა, მაგრამ ბუსტი რო არა აქვს, სისტრაფე რო არა აქვს, ფაქტიურად ბევრს ნიშნავს რა, მაგრამ მაინც ძალიან სახალისოა. კუთხეებში ისე შედის, რომ აი ჩაულებრივად შეგიძლია ბოლომდე გედგას ფეხი და art tracks вообще არ წაიღებს. აი როგორც მაგათად ლევანას X4 არის, ცურავს აქეთ-იქით. Yeah, look. No clamp. Alright. Gastro. თქვენ თუ შეიძლება 5 წუთი იყო ეს გაზაობა, მაგრამ ჩვენ მთელი დღე აქ ვართ და ძალიან მაგრად ვიხალისეთ რა, აი მაგრად გაასწორა. ლევანა პირველად იყო ამ ტრექსზე და მაგრად მოეწონა მოკლედ. და აი არ გვეგონა რომ X4-ები ესე ისრიალებდა და ესე გაგვისწორებდა ტრექსზე რა. რასაც ვაპირებთ არის რომ გამოვიწერთ, ჩავწერთ უბრალოდ რაღაც პროგრამას, რაც საშუალებას მოგცემს რომ გავთიშოთ წინა ხიდი და კაროჩე მე იქნება ჩაულებრივი X4-ემი კი არ იქნება. M4 იქნება, M4M, არა, M4. კაროჩე, რა ტიშენი რა, ძელი სახელია. რა გვინდა მაღამოდა, მალეც დაკეტავენ ამ ტრეკს. სამწუხაროდ ამ ტრეკის მანქანას BMW ახლა და BMW პრობლემების გარეშე არ არის. ხო და ყოველ გასვლაზე charge pipe იზრებოდა ხოლმე და წესიურად ვერც იგაზავა რა.
წავალთ ეხლა გავალთ და შემდეგი ჩართვა გვექნება გარაჟიდან გავაგრძელებთ ჩემს 124-ის გაკეთებას. ჩიკ. შემდეგი დღეა, დავადუღეთ გუშინ ტრეკი და არა მარტო ტრეკი X4-ის საბურავებით დავადუღეთ. 4-ვე საბურავი გამოსაცვლელი აქვს ჩვენს ლევანას. ეხლა კი მოვედი გარაჟში, სადაც ვაგრძელებ ჩემს 124-ზე მუშაობას. როგორც ხედავთ, მანქანა ერთი ფერია. ეს არის პრაიმერი, გრუნტი. წინა ვიდეოში მთლიანი მანქანა გავშკურკე და ეს იყო იდეა, რომ მთლიან მანქანაზე უნდა დაგვესხა გრუნტი რა. ხო და ზუსტად ესე გავაკეთეთ და რაღაცას ემსგავსება რა. თითქმის ფინიში ვართ გასული ამ ბოდიკიტის მორგების და ფაქტიურად გზაზე დაყენების რა მანქანის. დღეს პატარ-პატარა დეტალებს დავაყენებთ მანქანაზე, რომ მთლიანად აწყობილი იყოს რა და ერთიანად შევხედავთ როგორი გამოვიდა. უკანა ბამპერიც დასაყენებელი მაქვს, მაგრამ ეგ ცოტა საჩალიჩო არის და უფრო დიდ დროს წამართმევს რა. ორიგინალი ნაწილები როგორც მაგალითად აი ეს კარების დაბლით ნაწილები არის, მაგრამ ჩვეულებრივად მიდის, როგორც უნდა წავიდეს. აი ეს უნდა მოვარგო Fenders, რა თქმა უნდა არა ორიგინალია და ნუ ბევრი ვიფიქრე რა როგორ უნდა გამეკეთებინა და აი ეს ესეთი პატარა zip-საიტებია, რომელიც შიგნიდან უნდა გამოუყარო აი ამას. ამაზე მაგრდება გარეთა ნაწილი, რომელიც მიაწვება რა. აი რო დავიწყებ აწყობას, მე მიხვდებით შურუპით მიუჭირე თავიდან, მაგრამ არ იყო რა ლამაზად არ იდგა და იმედია რომ ეს უფრო კარგად დადგება. ასე ვაყენებთ ჩემს დისკებს, რომელსაც უკვე დიდი ხანია ველოდებით. სული მქონდა აი ამ სამღებრო სამუშაოებს როდის მორჩებოდი რომ დამეყენებინა, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, აი ეს დისკები რაც მეყენა, სუ შპაკლიანია, სუ კრასკიანია და რავი, აი აქ даже კრასკაც აქვს გადასული, ესენი უნდა გავწმინდო რამენერად. კაი დისკებია და ტყუილად გავაფუჭებ ფაქტიურად. დღეს ამებს გავაკეთებთ და იმედია ისე ავაწყობ, რომ ანუ ერთიან ვიძე იქნება და მე გარეთ გავიყვან და განახებთ რა. ამათ ჩასმა მაგარი საჩალიჩოა. უნდა ჩასვა, მე უნდა გამოწიო და მე უნდა შეჯდეს წესიურად. მე მგონი ეგარი. ეს ნაწილი ჩვეულებრივად დადგა. აი ამ zip-თაითებს ესეთ თავები მოყვება, რომელსაც აი ასე გავუკეთებ და რომ მიაწვევი, ვიცით, გავაკეთე ერთი ხელით. აი ესე მოჭიმავს უკენიდან რა. ძალიან კაი რაღაცაა რა, თან არც ჩანს და მე მგონი ყველაზე კარგად ესე გამოვიდოდა რა. პროსტა ჩვეულებრივი შურუპით რო დამეჭირა, რავი არ ჩანს რა კარგად და ყოველი დაჭერა და მოხსნა ამ fiberglass აფართოებს და მე რავი ერთხელაც აღარ დაიჭერს და იქნება. ამას კიდე დაუჭერ, მე ამას მოჭრი და ახალს გავუკეთებ აი ამას ეს რამდენები მაქვს. აი ამდენჯერაც მინდა იმჯერ მოხსნე და დაუჭერ. უკანა მხარეს ცოტა არ არის დამაგრებული და რაღაც უნდა მოუფიქრო რა, ან წებოზე დავსვავ, ან კიდე რაღაცა ისეც მოვიფიქრებ, რომ ადვილად მოსარგები იყოს და მე ადვილად მოსახსნელი. ესე შორიდან რო უყურებ, ჩემი აზრით კარგად ჩანს რა. თან ეს ნიკელის დავაწები აქ. ის ეზის გეგონება ორიგინალიაო რა. ნახოთ რა, ძალიან მაინტერესებს, აი რო გაივლის დისკებიანად როგორი იქნება. დისკებს რასაც დავაყენებ, რა თქმა უნდა, არ დაჯდება როგორც გვინდა ისე, იმიტომ რომ სპეისერები დაჭირდება, მაგრამ იდეას მოგცემს რა. ეხლა მივაყენებთ დისკებს, რომელსაც აი ყველაზე დიდი ხანია ველოდები რა. იმედია არ მოედება არაფერს და კარგად დადგება რა. თან ის მინდა რომ გარეთ გამოიწიოს, თან ის მინდა რომ არ მოედოს არაფერი.
ჯერჯერობით არ განახებთ როგორ გამოიყურება დაწეული დისკებზე. იმიტომ რომ მინდა რომ რო გავიყვანა, კაი ამენში ეხლა თან წვიმს, რო გავიყვანა აწყობილს, მე შეხედოთ ერთიანად რა. ეხლა კი უკანა ბამპერს მივაყენებ, მოვარგებ რამენაირად, მე შემეძლება გარეთ გაყვანა. დღეს კი არ გავიყვან, იმიტომ რომ წვიმს და არ მინდა რომ ტყუილად გავაჭუჭყიანო, მაგრამ ამ დღეებში უოჭველი ვიზავთ რა, ძალიან ახლოს ვართ რომ ეს მანქანა გზაზე დადგეს. მე უკვე ძრავის თემაზე გადავალ, წესივრად პროგრამა ჩავწეროთ და ცოტა ხანი მაინც იაროს მანქანამ რა. ეს უკანა ბამპერი ძალიან ცუდად დადგა, ძალიან ცუდად. თავიდან რომ ვსინჯე, არ მქონდა, უკანა ფენდერებიც არ მქონდა მისვარკებული, ზომებში არ ვიცოდი რა როგორ უნდა დაყენებულიყო და გადავწყვიტე ჯერ ფენდერები მიმესვარკებინა უკანა ის გამოწეული ფენდერები და მე მომერგო ეს ბამპერი, მაგრამ ეხლა ბამპერი ისე შორს არის, რომ ეხლა ვფიქრობ და ჯერჯერობით ვერ მოვიფიქრე რა უნდა გავაკეთო. ეხლა განახებ და მივხვდებით რაზეც ვამბობ. ესე იგი, პირველი პრობლემა აი სად თავდება ფენდერი და სად თავდება ბამპერი. მეორე პრობლემა აი აქ აქვს ზაზორი დიდი. აქ კი უნდა კონდეს კანტი რა, იმის ნიკელის კანტი, მაგრამ რამდენად უშველისა ეგ უკვე არ ვიცი. აქეთ ხარესაც იგივე სიტუაციაა რა, აი სად თავდება ფენდერი და სად თავდება ბამპერი. აი ეს ზაზორი კი ნორმალურად არის რა. ჯერჯერობით არ ვიცი რა უნდა უშველო. ფიქრობ ეხლა ორიგინალი ბამპერი ხო არ მოვჭრა თქო და კუთხეები მივადუღო ამას ზედრო, ცოტა წინ გაიწიოს. სხვას ვერაფერს ვერ ვფიქრობ ჯერჯერობით, იმიტომ რომ უკნიდან ვერაფერს ვერ უზავ, აი აქედან უკვე ბოლომდე არის მისული და რომც შევიდეს მაგალითად წინ კიდე მახინჯურად იქნება, იმიტომ რომ აი ეს ბამპერის ხაზი კარგად დგას რა, გაყოლებაზე, კარგად ისა და აღარ მინდა რომ შევეხო ამას. ეხლა ვფიქრობ, ორიგინალი ბამპერი რომ კარგად ჯდებოდეს აი ამ გამოწეულ ფენდერებთან, ფიქრობ დავტოვებდი, მაგრამ არ მგონია რომ წავიდეს რა. ნუ ამას რო რაღაც უნდა მოვიფიქრო, ეგ კი ვიცი. ბოლოს და ბოლოს Fiberglass-ის თლიან ფენებს გამოვიწერ და ავაშენებ რა ახალ ბამპერს. ესე იგი, მინა ამოღებული რო გქონდა, აი აქ რაც ტრიმები ზის, მაგის აი ეს კლიპები ამოვიღეთ რა. ხო და ეხლა უნდა ჩავსვათ უკან, იმიტომ რომ ამათ გარეშე იმ დიდ გრძელ ტრიმს ვერ ჩავსვათ. ესენი კარგად ჩაჯდა, ერთიც, მეორეც, მაგრამ მესამეც უნდა კონდეს აი აქ. უბრალოდ შპაგლით არის ამოვსებული და უნდა ვიპოვო ეხლა სად აქვს ძველი ხვრელი. ეგერსა როგორც იქნა მზის შუქზე გამოსვლა ამ მანქანას რა. ამდენი ხანია ვაკეთებ და სულ გარაჟშია, გარეთ პირველად გამოვიყვანებ აქტიურად ეხლა. სანამ თლიანად დაგათვალიერებინებთ, მინდა უკანა ბამპერი განახოთ. პრობლემა რო ქონდა, რომ არ ერგებოდა წესივრად, ნუ ეხლაც არ ერგება გადასარევად, მაგრამ ცოტა ახლოს მივიყვანე და მინდა განახოთ როგორ გავაკეთე რა. აი აქ ხო ხედავთ გაშპაკლული სადაც არის. რო არ წვდებოდა ფენდერს ეს ბამპერი, ვერაფერი ვერ მოუფიქრე. მოკლედ, სტოკ ბამპერიც არ დგებოდა კარგად და გადავწყვიტე მომეჭრა ბამპერისთვის კუთხე და დამეგრძელებინა. და აი აქ არის პატარა ვიდეოები, როგორც გავაკეთე, ესე იგი მოვაჭერი კუთხე, წინ გავწიე, დავამაგრე პატარა მეტალის ბრაკეტებით, მერე ამოვავსე ეს სივრცე Fiberglass-ის ესე იგი ფენებით, ამ Fiberglass-ის ზემოდან გადაუსვი ასევე Fiberglass-ის შპაკლი, რომ გამაგრებულიყო რა ცოტა და ბოლოს გადაუსვი ჩვეულებრივი შპაკლი. ერთი შეხედვით კარგი ჩანს, ზაზორში ახლა ორიგინალურად არ დგას, მაგრამ რაც იყო იმას ჯობია რა. იქანაირად ვერანაირად ვერ მოვარგე, მოკლედ მოვღუნე და ეხლაც ისე დგას, ძალიან დაჭიმულია ბამპერი, რომ დაუჭერ ხოლმე ბოლტებით, სულ კაპატკუპი გაუდის, რავი, არ გატყდეს უცბად მაგის მეშინია, მაგრამ რაღაცნაირად მოვარგე, დავუჭირე და გამოვიყვანე, რომ მენახევინა რა თქვენთვის. ასევე დავაყენე ბამპერის ზემოთა კანტი, რომელსაც არ ვაპირებდი რომ დამეყენებინა, მაგრამ ისეთი ცუდი ზაზორი ქონდა ბამპერსა და თვითონ მანქანას შორის, რომ მეთქი ამას მაინც მივაწებებ და ცოტა ადგილს შეავსებს თქო რა. აი როგორც წინ გავაკეთეთ,
იგივე გავაკეთე აქაც. და ესე 5 მეტრიდან რო უყურებ, არ ჩანს რა ძალიან ცუდად. რაც არის ეგ არის. Fiberglass-ის body kit-ია და რა თქმა უნდა მოსალოდნელია, რომ როგორც ქარხნული ეგრე არ მოერგებოდა რა. დისკებიც ძალიან მაგრად დადგა ჩემი აზრით. წინ სპეისერი უყენია 10 მმ-იანი და უკან უყენია 15 მმ-იანი. ანუ ძალიან დიდი სპეისერი არ არის. კიდე ოდნავ გარეთაც შეიძლება გამოწევა, მაგრამ ჯერჯერობით ტესტავ რა არაფერს მოედოს. ესე თუ შეეხო შიგნიდან ფენდერს, რა თქმა უნდა, უფრო განიერს ვერ დავაყენებ. თუ არ მოედო, მომავალში შემიძლია ფიქრი იმაზე, რომ ოდნავ კიდე გამოვწიო რა. თვითონ დისკები, რავი, ამაზე კაი დისკები ჩემი აზრით ამ მოდელზე, რავი, რომელია, არ ვიცი. ძალიან მაგრად უხდება. ცოტა ეს ბამპერი არ მომწონს რა, შუაში არის ძალიან დაკეცილი, შუა ნაწილი აქვს დაპრესილი რა და ცოტა უშნოა რა, მაგრამ ეგ არაფერი. თავარია, კრილოები გამობერილია, წინაც უკანაც და ძალიან მაგარ ვიცი. ეხლა პატარა კლიპებს გადავუღებ და დამიწერეთ კომენტარებში მოგწონთ თუ არა. ეს ზედაპირულად ჩანს, რომ თითქოს მიმზიდველია, ხო? ნუ, ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით მაინც. ეხლა განახებთ პატარ-პატარა რაღაცებს, რაც მე მაწუხებს და აი, ყოველ შეხედვაზე ვფიქრობ, რანაირად მოვაგვარო რა. დავიწყოთ წინიდან. აი ეს კანტები რო დავაყენე გვერდზე, გამოწეულია, კაროჩე, კარგად არზის და ნერვებს მიშლის. ჯერჯერობით ამას არ ვაქცევ ყურადღებას, იმიტომ რომ არ ვიცი როგორ გავაკეთო. შემდეგი, აი ეს ნიკელები შიგნით არის შეწეული. აქ აქვს გამოშვერილი. ამას ადვილად მოვაგვარებ, უბრალოდ ჩავჭრე შიგნიდან და ეგ არის. გვერდზე არაფერი ისეთი, იმიტომ რომ ორიგინალი აყენია ეს დაბლითა კანტები. აი ეს კი ძალიან ნერვებს მიშლის. ჯერ ხო შიგნით არის შეწეული. მერე ხაზი კარგად არ გადის აქ. აქ გამოწეულია და ორი ცალი შურუპით მაქვს დამაგრებული ჯერჯერობით, რომ პროსტა რომ დამეყენებინა მაგიტო. მე მგონი ესენია ესე დარჩება, იმიტომ რომ რავი, რა უნდა გავუკეთო აქ, არ ვიცი. აი აქ შიგნით ჩანს ეს მეტალი. ეს მე მგონი ჩემი ბრალია, იმიტომ რომ არ ჩავაჭერი, როცა ამ რკინის გამოწეულ ფენდერებს ვაყენებდი. ამას მე ვიცირით ის მოული. შავ პულივიზატორს ვიყიდი და მივასხავ. всё, არაფერს არ გამოჩნდება. აი დარდი ახლა გამოწეული თუ აქ რკინა. თავარია საბურავს არ მოედოს და არ გააფუჭოს. გადავინაცვლოთ უკან. აი აქ კარგად ის ბამპერი. აი აქ კი თითქმის თითი შედის შიგნით. მეორე მხარესაც იგივე ამბავია, ოღონდ აქ უფრო შედის თითი, ვიდრე იქით. აი ნახე. ამასაც ვერაფერს ვერ უზავ, იმიტომ რომ აქ მიდებულია, აქაც მიდებულია, ზედ უბრალოდ აქ აქვს ჩაღრმავება და რა ვიცი. ეს მე მგონი ესე დარჩება. აქაც შავკრასკას მივასხავ შიგნიდან, რომ არ გამოჩნდეს რა, ზაზორი ძალიან. პატარა პრობლემები სულ ყველას ექნება რა. არა აქვს მნიშვნელობა. კაი ხარისხისა თუ ძალიან კაი ხარისხის, ანუ ვაფშე ცუდი ხარისხის, როგორიც რავია, ვერ ვიტყოდი რომ ძალიან ცუდი ხარისხის, იმიტომ რომ მართლა გამძლე მატერიალია, რამდენჯერმე დამივარდა, დავადექი ფეხითაც და არ გამწყდა რა. უბრალოდ კარგად აჯდება რა. როგორც ორიგინალი უნდა დაჯდეს, ეგრე აჯდება. უბრალოდ ძალიან გამეწალა ამ მანქანის გაკეთება და ჯერ კიდევ არ არის დასრულებული რა. ეხლა სხვადასხვა ფერებში ვარ, ჯერ კიდევ ვერ ეჩვევა რა თვალი. ერთი ფერი რო გახდება, ფირს რო გადავაკრავთ, მერე ჩემი აზრით უფრო მომეწონება რა. ერთხელ დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი 1-2 დონას აქ, აი რამდენი ადგილია. მაგრამ ძლივს მოვიყვანე აქამდე, სასწაული პერებოი აქ, აი პატარაზეც რომ მიაჭრგას, სულ თუ ესე გაუდის მანქანას რა. ამაზეც მისახედი მაქვს, მოკლედ ვერც ერთი ვერ დავასრულე რა. ცოტას იქ ვაკეთებ, ცოტას აქ და ჯამში ვერც ერთი ვერ გამოდის სრულიად გაკეთებული. ამიტომაც ამ ვიდეოსთვის დაგემშვიდობებით მეგობრებო. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო. დააკომენტარეთ რას ფიქრობთ ამ მანქანაზე და ისიც დააკომენტარეთ რას შეცვლიდით, რა არ მოგწონთ და რავი. ამაგებინეთ რა როგორია. აბა კარგად იყავით, აბა ჰეთ და აბა ჰოთ.